მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. დღევანდელი სიახლე არის ძალიან დამაფიქრებელი და როგორც ამ კვლევის შედეგმა აჩვენა, განსაკუთრებით დამაფიქრებელი არის ახალგაზრდა წყვილებისთვის. მე ვფიქრობ, ეს სიახლე საინტერესოა ნებისმიერი ქვეყნის ოჯახებისთვის, იმიტომ რომ საერთო შეიძლება აღმოჩნდეს გამოცდილება, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გაზიარება. რა მაქვს მხედველობაში? როდესაც დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, კვლევის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა ყველაზე ხშირად ადრეული ასაკის ბავშვებში, რატომ შეიძლება განვითარდეს თავის ტვინის ტრავმა. და როდესაც აი ამ კვლევას ატარებდნენ, შეისწავლეს უამრავი ბავშვი და უამრავი შემთხვევა და მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა მონაცემები, რომელსაც დღეს მე გაგიზიარებთ. დიახ, ეგრეთ წოდებული ბრისტოლის კვლევა გვეუბნება, რომ 100,000 ბავშვიდან 35 ბავშვი ზარალდება ჯღრებით. დიახ, ეს ის მონაცემია, რომელიც უჩვეულოდ გვეჩვენება, მაგრამ კიდევ უფრო დასაფიქრებელი აღმოჩნდა შედეგი, რომელიც ადასტურებს, რომ ამ სინდრომის მქონე ბავშვებიდან, ამ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებიდან 20-25% იღუპება. ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც დილით ამ ინფორმაციას გიზიარებთ. ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ბავშვთა ასაკში, ჩვილობის ასაკში, ახალშობილობის ასაკში გარდაცვალებაზე გესაუბრებით, მაგრამ როგორც შესავალში გითხარით, ეს არის გაკვეთილი, რომელსაც სჭირდება გაცნობიერება, გაკვეთილი, რომელსაც სჭირდება გაზიარება და რატომ ეხება ეს ახალგაზრდა წყვილებს? რატომ უნდა იცოდნენ ახალბედა ოჯახებში ამის შესახებ? აღმოჩნდა, რომ ამგვარი ტრავმის მაპროვოცირებელი არის ბავშვის ტირილი. თქვენ გაგიკვირდებათ, მაგრამ ამავე დროს იფიქრებთ, რომ ბავშვი ყოველთვის ტირის, პატარა მცირე ასაკის ბავშვი ხშირად ტირის და რატომ შეიძლება ბავშვი აღმოჩნდეს ტრავმირებული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ტირის. დიახ, აღმოჩნდა, რომ სწორედ ბავშვის ტირილი არის მაპროვოცირებელი ახალგაზრდა დედისთვის ან ახალგაზრდა მამისთვის, რომ დაიწყოს ბავშვის ჯღრება. სწორედ ჯღრება შეიძლება იყოს ის საბედისწერო მოქმედება, რომელიც თავისი შედეგებით გასათვალისწინებელია არა მარტო ახლო რეალობაში, არა მარტო ახლა მოცემულ მომენტში, არამედ გარკვეული წლების განმავლობაშიც გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით. აი ეს არის ის სიახლე, რომელიც ვფიქრობ საგულისხმოა და ვფიქრობ გასათვალისწინებელია ყველასთვის. არის თემები, რომელზედაც ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ და არის თემები, რომელსაც ჩვენ პერიოდულად ვუბრუნდებით. ვუბრუნდებით, იმიტომ რომ მიუხედავად დროისა ეს თემა აქტუალობას არ კარგავს და ამის დასტური გახლავთ ის სიახლე, რომელიც თქვენ უკვე მოისმინეთ და რომელიც თანამედროვე რეალობის, თანამედროვე დამოკიდებულებების მიუხედავად გულისხმობს იმას, რომ საზოგადოება უნდა იყოს მეტად ინფორმირებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვების ჯანმრთელობაზე ვსაუბრობ და როდესაც ისეთი თითქოს უმნიშვნელო და უწყინარი თემა შეგვხვდება ყოველდღიურობაში, როგორიც გახლავთ ბავშვის შენჯღრება და არის თუ არა ეს თავისი შედეგებით ასეთი საბედისწერო და არის თუ არა მნიშვნელოვანი ახალგაზრდა ოჯახებისთვის ამის გათვალისწინება, ამ თემას გავაგრძელებთ ჩვენი გადაცემის სტუმართან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. იგი გახლავთ ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე. თამნა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა, რომ სისტემატურად მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში და გვექნება საშუალება მოვისმინოთ შენგან პასუხები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ამ თემასთან დაბრუნება პერიოდულად და მედიცინა რატომ არის ასე გულმოდგინე ამ თემის გააზრებისას, ამ თემის გაშუქებისას. მე ვერ ვიტყვი, რომ ამ თემაზე პირველად ვსაუბრობ და თქვენ იცით, რომ ამ თემაზე ჩვენ გადაცემაში არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ახლა, როდესაც არსებობს ახალი მტკიცებულებები სხვადასხვა ქვეყნებში და არის მონაცემები განვითარებულ სამყაროში, იმის დასტურად, რომ ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია, ჩვენ უბრუნდებით ამ თემას. შენჯღრება და შენჯღრევის შედეგები.
მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. აბსოლუტურად გეთანხმებით, ძალიან აქტუალური თემაა, რომელიც დროთა მანძილზე არ კარგავს აქტუალობას და ერთის მხრივ ანალოგიური ტიპის ტრამვები იქნება თუ მდგომარეობა. თითქოს უფრო მეტია განვითარებად ქვეყნებში არაკეთილსაიმედო სოციალური გარემოს, არაკეთილსაიმედო ფსიქიკური მდგომარეობის შესაბამის სიტუაციაში, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ განვითარებული ქვეყნებისთვისაც არანაკლები გამოწვევაა და რისკები ზოგადად ამ შემთხვევაში დამალული არ არის. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ეგრეთ წოდებული შენჯღრეული ბავშვის, ნანჯღრევი ბავშვის სინდრომზე. ტერმინოლოგიის თვალსაზრისით ცოტა უხერხულად ჟღერს, თუმცა არსი რეალურად ეს არ არის კეთილხმოვანი, მაგრამ მნიშვნელობა ამთავარი. მდგომარეობა ასევე არაკეთილხმოვანია და საკმაოდ რისკის შემცველი მდგომარეობა. ერთის მხრივ ეს არის, ისეთი მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ანუ კონკრეტული მდგომარეობის შედეგი ბავშვის თავის ტვინზე, ეს არის მდგომარეობა, რომლის მიმართაც განსაკუთრებით მოწყვლადი არიან 2 წლამდე ბავშვები, თუმცა 5 წლამდე ბავშვებში შეიძლება რომ პათოლოგიური პროცესები ვნახოთ აქედან გამომდინარე და თვითონ ტრაუმის მექანიზმი ერთის მხრივ გარეგნულად არის მარტივად დასახწერი, ეს არის ბავშვის ძლიერი შენჯღრევა, თუმცა თვითონ თავის ტვინში მიმდინარე პროცესები ამ შემთხვევაში ძალიან ისეთ ფაქის დონეზე, ძალიან ნატიფ დონეზე და საკმაოდ ისეთი რთული მექანიზმი შეიძლება განვითარდეს. თამნა, რეალურად ჩვენ ვლაპარაკობთ აი ასეთ მდგომარეობაზე. ან სხვათა შორის, როდესაც ტირილი იყო მაპროვოცირებლად დასახელებული, იგულისხმება, რომ შეიძლება ამ მიმართულებითაც ანჯღრევდეს, ხომ მშობელი? ანუ ამ შემთხვევაში საუბარია წინა უკანა მიმართულ, ანუ სხეულის ღერძის მიმართ, წინა უკანა მიმართულებით ან ნაწილობრივ როტატორული თვალსაზრისით და რატომ არის ადრეული ასაკის ბავშვისთვის განსაკუთრებული რისკი? იმიტომ რომ უმეტესად აი ეს სხეულით გვიჭირავს, კისერი არ არის დაფიქსირებული ამ შემთხვევაში და ვინაიდან ადრეული ასაკის ბავშვისთვის თავკისრის მიდამოში და კისრის კუნთები არ არის სათანადოდ განვითარებული, ვერ უჭირავს, ანუ ვერ უზრუნველყოფს თავის ტვინის, თავის სტატიურ მდგომარეობას და წონასწორობის შენარჩუნებას, შესაბამისად თავი ინერციით, თავკისრის მიდამო ინერციის მიხედვით ჯერ კიდევ ესეთი აი შოლტისებურად ან დამატებით მოძრაობას ასრულებს. და ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრეთ, რომ თავის ტვინი დაფარულია ძვლოვანი კოლოფით, რომელიც ერთის მხრივ იცავს, თუმცა მეორეს მხრივ გამოწვევად შეიძლება იქცეს ასეთ სიტუაციაში და ასევე აღნიშნეთ, რომ თავის ტვინი თავისი არსით ეს არ არის უბრალოდ ქსოვილი. ეს არის ძალიან რთული გამტარი ბოჭკოების, ძალიან რთული სისტემა, რომელსაც თან ახლავს სისხლძარღვების ძალიან რთული ქსელი. და აი ამ ნატიფი მექანიზმების უწყვეტობა ანალოგიური ტიპის მოძრაობის დროს ადრეული ასაკის ბავშვებში შეიძლება ძალიან ადვილად დაირღვეს. იმის მიხედვით, რომელი უბანი უფრო მოწყვლადია და პერიფერიული ნატიფი კაპილარები უფრო მოწყვლადია ამ შემთხვევაში, მათ დონეზე შეიძლება მოხდეს ამ სტრუქტურების უწყვეტობის დარღვევა და შესაბამისად პირდაპირ მნიშვნელობით ჰემორაგია. ჰემორაგია ჩვენ ამ სისხლდენა და სისხლჩაქცევა ჩვენ ამ სივრცეს ვეძახით სუბდურულ სივრცეს, რომელიც არის თავის ტვინსა და მის მფარავ მაგარ გარს შორის. უბრალოდ ადამიანებმა რომ წარმოიდგინონ, ეს არის ანუ გარეთ თავის ტვინის გარეთა ზედაპირს ფარავს ეს ჩაღვრილი სისხლი, რომელიც იმის მიხედვით რა რაოდენობის არის, იმის მიხედვით რამდენად სწრაფად მოხდა მისი გაწოვა და რამდენად დიდხანს შენარჩუნდა აი ეს ლიზისის პროდუქტები თავის ტვინის ზედაპირზე სხვადასხვა ტიპის გავლენა შეიძლება მოახდინოს უკვე მოგვიანებით. ანუ უმეტესად ეგრეთ წოდებული ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის შედეგები არის არა მხოლოდ უშუალოდ ტრაუმის მიღების პროცესში, არამედ გაცილებით სარისკო და გაცილებით სერიოზული შეიძლება იყოს მოგვიანებით პერიოდში. ჩამოვაყალიბოთ, გასაგებია სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიტყვი, სამწუხაროდ სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ მშობლის მიერ ნანჯღრევი ბავშვი შეიძლება გარდაიცვალოს. ეს არის რეალობა. მაგრამ თქვენ ბრძანეთ შედეგებზე, რომელიც შეიძლება იყოს მოკლევადიან პერსპექტივაში და გრძელვადიან პერსპექტივაში. მოკლევადიან პერსპექტივაში, როდესაც ბავშვმა მსგავსი ტრავმა მიიღო, მაგრამ რეალურად ბავშვის სიცოცხლეს ამ წუთას ყოველ შემთხვევაში საფრთხე არ ემუქრება. რა შეიძლება იყოს და გრძელვადიან პერსპექტივაში რა შეიძლება? კი ბატონო, პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს თვითონ აი ამ ჯღრევის ინტენსივობასაც და ასევე რამდენად ეს პირველი ეპიზოდია ბავშვის ცხოვრებაში თუ უკვე დაუშვათ სისტემატურად ხდება ამ ტიპის ზემოქმედება ბავშვის ორგანიზმზე და ბავშვის თავის ტვინზე.
უშუალოდ ესეთი მწვავე პროცესში თუ ეს არ არის ზედმეტად გადაჭარბებული მასშტაბის აი ეს მოძრაობა და თავის ტვინს აი ეს გენებავთ კაპილარების უწყვეტობა ან თავის ტვინის შეხება აი ამ ძვლოვან კოლოფსი აი ეს ინერცია მეტისმეტად დიდი არ იყო ტვინის შეჯახება ძვლოვან კოლოფსზე დიდი არ იყო შეიძლება მწვავე პერიოდში არ გქონდეს არანაირი ესეთი დრამატული სიმპტომები მოგვეჩვენოს რომ ბავშვი დამშვიდდა დაწყნარდა ჩავიხუტეთ ჩვეულებრივად დაიძინა და ასე შემდეგ მაგრამ ძლიერი შენჯღრევის პირობებში სხვათა შორის აი თქვენც აღნიშნეთ რომ ეს არის ძლიერი ტირილი ხო მაგალითად რაც უფრო ძლიერად ტირის ბავშვი ძლიერად ვცდილობთ რომ დავამშვიდოთ და უკვე დაღლილი გამოფიტული ემოციურად გამოფიტული მშობელი სხვადასხვა შეიძლება ფსიქიკური დარღვევების მქონე მშობელი კიდევ უფრო ძლიერად ანჯღრევს მას რომ აიძულოს გაჩერდეს და რაღაც ეტაპზე ბავშვი მართლა გაჩერდა. ეს შეიძლება მოგვეჩვენოს რომ დამშვიდდა, თუმცა მეორეს მხრივ ეს იყოს ზუსტად ის აი გადაჭარბებულ ძილიანობაში ან ცნობიერების შეცვლის ეპიზოდი, რომელიც აი მწვავე ტრამვის ფონზე შეიძლება განვითარდეს. ანუ ენცეფალოპათიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიც არის ან გაძლიერებული ძილიანობა, მოდუნება, ცნობიერების შეცვლა, ცნობიერების დაკარგვამდე, ან პირიქით კიდევ უფრო გადაჭარბებული აჟიტირება, კიდევ უფრო დაუოკებელი, კიდევ უფრო შეუპოვარი ტირილი, როდესაც უკვე პრაქტიკულად ბავშვთან კომუნიკაციაში შესვლა შეუძლებელია, იმდენად გადაჭარბებული ემოციური აგზნება შეიძლება გამოიწვიოს და ეს კიდევ უფრო სარისკოა, იმიტომ რომ ამ დროს კიდევ უფრო ხდება იგივე ტიპის მოძრაობების გამეორება და გამეორება. ამის გარდა უშუალოდ მწვავე მდგომარეობის სიმპტომებს მიაკუთვნება თვალის ბადურა გარსზე სისხლჩაქცევები, რომელიც გარეგნულად რა თქმა უნდა არ ჩანს და შესაბამისი ინსტრუმენტული კვლევით შეიძლება გამოვიკვლიოთ და ასევე მწვავე პერიოდში შეიძლება განვითარდეს გულყრები. კრუნჩხვა შეიძლება განვითარდეს უშუალოდ მწვავე პერიოდში. გაუმართლა ოჯახს და მწვავე პერიოდში მსგავსი რამ არ მოხდა. არც გულყრა, არც ბავშვს აქვს ისეთი უკიდურესი გამოვლინებები, რომელიც თქვენ აღწერეთ და არც თვალის ბადურას დაემუქრა რამე საფრთხე. გრძელვადიან პერსპექტივაში რა შეიძლება მოხდეს? გრძელვადიან პერსპექტივაში, ანუ განვიხილოთ ისევ ის, რომ ჩაღვრილი სისხლი ორგანიზმმა უნდა გადაამუშავოს, ნელ-ნელა ლიზისი უნდა განიცადოს და ეს ცხოველქმედების პროდუქტები გამოყოს. თუ ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ეს სისხლის ფენა მოთავსებულია თავის ტვინის გარშემო, ანუ გარსებსა და უშუალოდ თავის ტვინს შორის, თვითონ ეს ცხოველქმედების პროდუქტები შეიძლება დამაზიანებელი ტოქსიური იყოს თავის ტვინის ქერქისთვის და აი ფარავი ნივთიერებისთვის და ჩვენ ვიცით რომ თავის ტვინი რუხი ნივთიერებით არის დაფარული გარედან და ეს რუხი ნივთიერება არის ძირითადი სამუშაო ნივთიერება თავის ტვინის, სადაც არის ნერვული უჯრედები, თვითონ ნერვული უჯრედების სხეულები მომთავსებული, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც დასწავლაში მონაწილეობს ნერვული მოძრაობის განხორციელებაში და ასე შემდეგ. იმის მიხედვით, რომელი უბნები მეტად იქნება დაფარული და როგორც წესი აქ შერჩევით არ მოხდება ერთი პატარა უბნის დაზიანება, უფრო ესეთი სიმეტრიულად არის ხოლმე თავის ტვინის ესეთ მფარავ ზედაპირზე ეს განვითარებული, ანუ ეს გულისხმობს, რომ მოტორული ზონა, აკადემიურ უნარებზე პასუხისმგებელი ზონები, იქ მაგალითად ვიზუალურ სივრცით ფუნქციებზე პასუხისმგებელი ზონები, ანუ კომპლექსურად შეიძლება დაზარალდეს ის უბნები, რომლებიც სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებზე არის პასუხისმგებელი. შესაბამისად, მათი განვითარება დაზარალდეს, მათი ფუნქციონირება დაზარალდეს და სხვადასხვა ტიპის უნარშეზღუდულობა დროთა მანძილზე გამოიკვეთოს ბავშვის განვითარებაში. აღნიშნული ბადურა გარსზე სისხლჩაქცევები, რაც ვახსენეთ, ის რამდენიმე კვირა შეიძლება შენარჩუნდეს და შემდეგ ალაგდება, ასე რომ ეს კვალი შეიძლება ჩვენ მოგვიანებით ვეღარ დავინახოთ, თუმცა სისხლჩაქცევა ყოველთვის ნიშნავს ადგილობრივად იმ უჯრედების დაზარალებას. შესაბამისად, თუ ეს მეტისმეტად ხშირად ხდება და განმეორებითია, მათ შორის ბადურა გარსის დაზიანება შეიძლება იყოს სიბრმავემდე, ანუ მხედველობის გაუარესება სიბრმავემდე. ეს უბნების უნარშეზღუდულობაზე ვისაუბრეთ, რომ მოტორული განვითარება, აკადემიური უნარების განვითარება, დასწავლის და ასე შემდეგ პრობლემები შეიძლება შეიქმნას, ისევე როგორც რუხი ნივთიერების დაზიანება, ლოკალური დაზიანება შეიძლება იყოს ეპილეფსიური გულყრის ჩამოყალიბების წინაპირობა, შესაბამისად, გულყრები მივიღოთ არა უბრალოდ მწვავე პერიოდში, არამედ შემდგომ, როგორც მოგვიანებითი გართულება ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის.
ეს იმ შემთხვევაში თუ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე იმ ეტაპზე არ დაემუქრა, ანუ მივიღეთ ესეთი ქრონიკული გართულება. მაგრამ ვინაიდან თავის ტვინი ზოგადად და მით უმეტეს პატარა ბავშვის ტვინი, ეს არის ძალიან მოცულობაში პატარა, ტვინის ღერო ასევე ძალიან მოწყვლადი ნაწილია თავის ტვინის ნაწილის და ნახეთ კისრის მიდამოში, რაც ვისაუბრეთ, ის რაც განსაკუთრებით სუსტი და მოწყვლადი ნაწილია პატარა ბავშვის. თუ კისრის მიდამოს და ტვინის ღეროს შერჩევითად გაძლიერებულად დაზიანება მოხდა, შეიძლება სიცოცხლეს დაემუქრეს საფრთხე, ვინაიდან იქ არის მოთავსებული ჩვენი სასიცოცხლო ფუნქციების სუნთქვაზე, გულისცემაზე პასუხისმგებელი, ასე რომ თქვენც ახსნიშნეთ, რომ 1/5-ად, 1/4 შემთხვევებში, ანუ ყველა მეხუთე, ყველა მეოთხე ბავშვი შეიძლება ამ შენჯღრევის პროცესში უბრალოდ გარდაიცვალოს. თამნა, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საუბრისთვის და მაყურებელს უნდა ვუთხრა, რომ ჩვენი ამოცანა არ არის საზოგადოების შეშინება. ჩვენი ამოცანა მით უფრო არ არის ახალგაზრდების დაფრთხობა და ახალბედამშობლების დაფრთხობა. პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების წახალისება მოხდეს მათი ჰარმონიული ოჯახური განვითარებისთვის, მრავალშვილიანობისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უფრო მეტად ინფორმირებულები ვიყოთ, უფრო მეტად მომზადებულები ვიყოთ და გაუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს და დავიცვათ ჩვენი შვილების სიცოცხლე. დღევანდელი ჩვენი საუბარი ამას ეძღვნება და ამას ემსახურება, ისევე როგორც ყველა წინამორბედი საუბარი ამ თემაზე. არა შევაშინოთ საზოგადოება, არა შევშინდეთ, არამედ გავითვალისწინოთ, რომ დიახ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შვილები შევანჯღრიოთ, როდესაც ტირიან. და რაც უფრო მეტად დიტირებენ, მეტად შევანჯღრიოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამგვარად არ მოვიქცეთ. ვიფიქროთ მათ სიცოცხლეზე, იმ რისკებზე, რომელზედაც დღეს ქალბატონი თამარი საუბრობდა და ჩავიხუტოთ ჩვენი შვილები. მოვეფეროთ ჩვენ შვილებს და ასეთ შემთხვევაში ბევრად უფრო ადვილად და წყნარად შეიძლება გადავლახოთ ეს ტირილის ფაზა, უფრო მარტივად დამშვიდდეს ბავშვი, უფრო მეტად გაგვიადვილდეს მისი დაწყნარება, ვიდრე ამას მოვახერხებდი თუნდაც ჯღრევით. გვეჩვენება, რომ ეს ადვილია თითქოს. თანაც, როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს ძალიან რთულ პერიოდს შეიძლება ემთხვეოდეს თუნდაც ჩვენი ცხოვრების, ან უბრალოდ მთელი ღამის თენების შემდეგ, როდესაც ბავშვი ტიროდა, ძალა და ნერვები აღარ ყოფნის ოჯახს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საშიში. ეს არის ზოგჯერ საბედისწერო, ამიტომ ჯობია ჩავეხუტოთ შვილებს და არ ვანჯღრიოთ და ამისთვის დღევანდელი საუბრისთვის მადლობა თამნა. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახლდათ ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. კვებითი შუქნიშანი და შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც კონკრეტულ სიტუაციას უნდა მოვარგოთ ხოლმე. რასაკვირველია, ჩვენი სამფერი რჩევები შეიძლება იყოს ყველა დაავადებისთვის მოსახერხებელი, გამოსაყენებლად, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ განსაკუთრებულ მდგომარეობაზე და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე, კვება შეიძლება იყოს ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტი და მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ხელისშემსვლელი გარემოება და ფაქტორი. რა მაქვს მხედველობაში? როდესაც ჩვენ ბავშვთა კვებაზე ვსაუბრობთ, ბავშვთა კვება არის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო პერიოდიც, ეტაპიც, ფაქტორიც და ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, როგორი დამოკიდებულება აქვს ბავშვს საკვებისა და კვების მიმართ. დიახ, ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვაფასებთ ბავშვის მდგომარეობას, ყოველთვის ვითვალისწინებთ ისეთ ფაქტორს, როგორიც გახლავთ უარის თქმა საკვებზე. რა არის ეს? როგორც წესი, პატარები ავადობენ ხოლმე, მაღალი სიცხეც აქვთ და უარს არ ამბობენ კვებაზე. ეს ბევრად უფრო დამამშვიდებელი მდგომარეობა ამ მშობლისათვის, ვიდრე ერთი შეხედვით შედარებით მშვიდ მდგომარეობაში, როდესაც ბავშვი რაღაც მიზეზით უარს ამბობს კვებაზე. გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი საბაბით, ნებისმიერი მიზეზით უარის თქმა საკვებზე ბავშვის მხრიდან არის საყურადღებო მდგომარეობა. უფრო მეტიც, შეგვიძლია ზოგიერთ შემთხვევაში ვთქვათ, რომ
საკვებზე უარის თქმა არის საგანგაშო მდგომარეობა და ასეთ დროს ექიმის ჩართულობა არის აუცილებელი. ექიმის გადაუდებელი ჩართულობა არის აუცილებელი. მესმის, რომ ზოგჯერ მშობელი გამოცდილია, მას სხვა შვილებიც ყავს გაზრდილი და ენდობა საკუთარ ძალებს, მაგრამ ჯობს ასეთ შემთხვევაში დახმარება ვითხოვოთ, რჩევა ვიკითხოთ და ექიმი ყველაზე კარგი არჩევანი იქნება იმისათვის, რომ შეფასდეს, რატომ ამბობს ჩვენი პატარა უარს საკვებზე. რა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ სასიცოცხლო მოთხოვნილებაზე ის ამბობს უარს. მაგრამ არის მეორე მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ვცდილობთ საკვები გამოვიყენოთ როგორც ინსტრუმენტი სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად. მაგალითად, ბავშვი ჭირვეულობს და ჩვენ საკვებს მივაჩიჩებთ ხელში. მაგალითად, ბავშვი ჩვენგან მეტ ყურადღებას ითხოვს და ჩვენ მოვტეხავთ პურის ნაჭერს და მივაწოდებთ და ბავშვი ასე პურის წახემსებით ატარებს ძირითად კვებათა შორის პერიოდს. ან არის მდგომარეობა, როდესაც ბავშვი ტირის ჭირვეულობს, ზოგჯერ შემაწუხებლადაც ტირით და ჩვენ ვცდილობთ გავახშიროთ კვება, ან შევთავაზოთ სხვადასხვა ტიპის საკვები იმისათვის, რომ ბავშვი დაწყნარდეს. დიახ, კვების დროს ბავშვი ჩუმდება. მაგრამ ეს არის ის ჭეშმარიტი სიმშვიდე, რომელიც ბავშვს ჭირდება ტირილის დროს. აღმოჩნდა, რომ ყოველთვის არა. ამიტომ ორივე გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ, არის ჩვენი პასუხისმგებლობა, მშობლების პასუხისმგებლობა. ერთი მხრივ ტირილის დროს დამამშვიდებლად არ გამოვიყენოთ საკვები და მეორე მხრივ თუ ბავშვი უარს ამბობს საკვებზე, არ დავტოვოთ ეს ფაქტი უყურადღებოდ. ეს ხო დღევანდელი ჩემი რეკომენდაცია. მე გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღესასწაულობას გისურვებთ.